18 წლამდელ მორაგბეთა ნაკრები საქართველოს ევროპის ვიცე-ჩემპიონის სტატუსით დაბრუნდა. სპორტსმენებს აეროპორტში გულშემატკივრები, რაგბის კავშირის ხელმძღვანელები და სპორტის მინისტრი დახვდნენ. საქართველოს ისტორიაში ეს იყო უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ახალგაზრდა ბორჯალოსნები ფინალში დამასდნენ საფრანგეთთან და ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ეს ხალხი რო დახვდა, ასეთი ემოცია არ ვიცი რა. ელით აუწერელი ემოცია არის ჩემთვის პირადად. ჩემპიონის კიდე კმაყოფილი ვარ. მართალია ფინალით არ ვარ ისეთ კმაყოფილი, მაგრამ იქ დაღლად შეგვეთყო ბიჭებს, ცოტა გაუმართლა ფრანგებსაც, ასე ვიტყოდი, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, ფინალით. პირველები არიან ეს ბავშვები, ვინც ფინალში გავიდნენ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს თავის ქვეყნისთვის. ეს უდიდესი ისტორიული გამარჯვება უდაოდ შეუძლებელი შეძლეს ამ ბავშვებმა და მწვრთნელებმა. მე მინდა მოვულოცო როგორც მოთამაშეებს, მწვრთნელებს, საექიმო პერსონალს, ფედერაციას რაგბისაც, იმიტომ რომ ეს არის დასაწყისი კიდე მომავალი დიდი წარმატებების, რასაც რაგბი ჩვენ გვჩუქნის.